მეგობრებო, მოდით კიდევ ერთი თემა წარმოვადგინოთ. ეს არის დაკარგული კბილების ისევ პოვნა. დენტალურ იმპლანტებზე გვინდა ვისაუბროთ ახლა. სტომატოლოგიაში იმპლანტაცია სულ უფრო და უფრო იხვეწება და სულ უფრო და უფრო კომფორტული ხდება ეს პროცესი პაციენტისთვის. და მართლა ძალიან კარგი გამოგონებაა კბილების ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად რეალურად. დღეს ჩვენ დენტალური იმპლანტაციის უახლოეს მეთოდებზე ვისაუბრებთ და სტუდიაში გსურს მოვიწვიოთ მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და თავად მარიკა კუბლაშვილი გვინდა ახლა მოვიწვიოთ სტუდიაში სტუმრად, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგუყვება და გაგვანდობს სტომატოლოგიის შესახებ. მოგესალმებით. მოგესალმებით მარიკა, მადლობა მოგზაურობისთვის. პირველი კითხვა მინდა დაგისვათ, როგორც ვიცით, იმპლანტის სრულფასოვნად, ასე ვთქვათ, შეხორცებას, დასრულებას საკმაოდ დიდი პერიოდი და დრო სჭირდება. რა ვადა არის იმპლანტის ვთქვათ, საწყისი ეტაპიდან საბოლოო ეტაპამდე და რამდენად რთულია ადამიანისთვის ამ გზის გავლა. მოგესალმებით მაყურებელს. მინდა მოგეოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი და მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსრულოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს. რაც შეეხება პროგრესს და განვითარებას სიახლეებს დენტალურ იმპლანტაციაში, ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აღნიშნულმა სფერომ, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის რომ დენტალური იმპლანტაცია უალტერნატივო მეთოდია უკბილობის მკურნალობაში, ეს არ ახალია და უკვე 4-10-ზე მეტი წელია, რაც კვლევებით და ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ეს არის უალტერნატივო მეთოდი ნამდვილად უკბილობის მკურნალობაში. ამიტომ ველოსიპედი, ესე ვთქვათ, უკვე გამოგონებულია დიდი ხანია და ძირითადად პროგრესი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ანუ მინიმალური ჩარევით, მინიმალური ოპერაციული ჩარევით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. ლამაზი ღიმილი და ესთეტიურად და ფუნქციურად გამართული სამუშაო. ანუ ესე იგი მთავარი ინდიკატორები, ესე ვთქვათ, პროგრესის არის სისწრაფე, სიმარტივე და რა თქმა უნდა ეფექტურობა. თავისთავად უსაფრთხოებაც იგულისხმება. რა თქმა უნდა უსაფრთხოებაც და ჯანსაღი ღიმილიც და ჯანმრთელობაც პირველ რიგში. აი ამ ყველაფრის ესე ვთქვათ მიღწევა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სტომატოლოგიაში დაინერგა ციფრული ტექნოლოგიები და ზოგადად სტომატოლოგია თანდათანობით მიდის იმისკენ, რომ სრულად მოხდეს მისი გაციფრულება. პირველი ესე ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და საფეხური და ესე ვთქვათ მონაპოვარი ციფრული სტომატოლოგიის არის ის, რომ დენტალური იმპლანტების ესე ვთქვათ ოპერაციის დენტალური იმპლანტების განთავსება უკვე ხდება ქირურგიული შაბლონების გამოყენებით. ქირურგიული შაბლონი ეს არის სპეციალური მიმართველი, რომელიც ძალიან ამარტივებს ოპერაციულ ჩარევას. ის რომ იმპლანტის განთავსება ძვალში ხდება განაკვეთის გარეშე მინიმალური ტრამვით, რაც პირველ რიგში ხანმოკლეს ხდის ოპერაციულ ჩარევას და ძალიან ამარტივებს რეაბილიტაციას პაციენტისთვის. ანუ შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებია ტრამვა, ნაკლებია ორგანიზმის რეაქცია აღნიშნულ ტრამვაზე და რეაბილიტაციაც მიდის ძალიან მარტივად. თუმცა მთავარი ესე ვთქვათ ბენეფიტი აღნიშნულია იმ შაბლონური იმპლანტაციის არის ის, რომ იმპლანტის განთავსება ძვალში ხდება იდეალური სიზუსტით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფაქტორი და რაც თქვენ მკითხეთ, ანუ იმპლანტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობის მთავარი გამსაზღვრელი არის სწორედ ის, რამდენად სწორად ზის იმპლანტი ძვალში. ამ შემთხვევაში ორთოპედიული კონსტრუქციის დაგეგმარებაც ხდება წინასწარ და იმპლანტის განთავსება ხდება სწორედ აი მომავალი ორთოპედიული კონსტრუქციის გათვალისწინებით, ამიტომ იმპლანტის გადატვირთვის საშიშროება აღარ არის და შესაბამისად ესეთი იმპლანტი ძლებს გაცილებით უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ვთქვათ ჩაგეკითხებით, მოდით, აი დაახლოებით მაინც რა არის ის ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება რომ იმპლანტმა გაძლოს და შემდეგში ვთქვათ არის მისი შეცვლა აუცილებელი. კი ბატონო, ანუ ეს ესე ვთქვათ საშუალო სტატისტიკური მონაცემები იმპლანტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობისა თანდათანობით უფრო ანუ იცვლება და გაცილებით უფრო იზრდება, ესე ვთქვათ, მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა. თუ სტანდარტულად ამდენ ხანს მიჩნეული იყო 20-25 წელია ის საშუალო პერიოდი, რომელიც ძლებს იმპლანტი, დღევანდელ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ წინსვლებია, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, იგივე იმპლანტის თვითონ დიზაინის და გეომეტრიის დახვეწის თვალსაზრისით, ეს მისი ესე ვთქვათ გამოყენების მისი რესურსის პერიოდი იზრდება და არ მცირდება.
აი თქვენ დაგეგმარება ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტაციის პროცესში და მთელ აი ამ პროცესში სწორი დაგეგმარება. როდესაც გაძლევთ საშუალებას ძვალი და ყბა ძალიან კარგია და ადვილია, მაგრამ ხო არის შემთხვევები, როდესაც ყბის ძვალი განლეულია, ანუ არ გაძლევთ პირდაპირ იმპლანტაციის განხორციელების შესაძლებლობას პაციენტის მდგომარეობა. აი ამ შემთხვევაში რა ხდება, როგორ ხდება პროცესის სწორად დაგეგმარება? რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის მარტივი შემთხვევა და ძალიან ხშირად არის ესე ვთქვათ, შემთხვევები, როდესაც გარდა იმპლანტაციის სხვა დამატებითი ოპერაციებიც არის საჭირო იმისთვის, რომ ძვალში მოხდეს იმპლანტის განთავსება. ანუ სწორად აღნიშნეთ, კბილის ამოღების შემდეგ ხდება როგორც ძვლის დანაკარგი, ასევე რბილ-ქსოვილების დანაკარგი, რომელსაც საბოლოო ჯამში ზოგჯერ მივყავართ იქამდე, რომ შეუძლებელია იმპლანტის ჩასვლა, სხვა დამატებითი ღონისძიებების გარეშე და რომც შესაძლებელი იყოს, თქვათ, იმპლანტის ჩასვლა, თქვათ, ძვლის მოცულობიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ ლამაზი სამუშაო მივიღოთ, ესთეტიურად და ფუნქციურად გამართული, საჭირო ხდება, თქვათ, დამატებითი ძვლის გადანერგვის თუ რბილი-ქსოვილების გადანერგვის ოპერაციები. დღევანდელ დღეს ეს რა თქმა უნდა არ არის რთული, თანამედროვე როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე თქვათ, ტექნოლოგიები, სამკურნალო საშუალებები გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემაც ძალიან ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე მარტივად, მაგრამ მოგვარებადია. აი, კოტე, დროზე გკითხათ, რა დრო ჭირდება საშუალოდ იმპლანტაციის პროცესს დაწყებიდან დასრულებამდე და აი, როდესაც ასეთი რთული იმპლანტაციის პროცესურა განსახორციელებელი, როდესაც დამატებით იმპლანტი გჭირდება ძვლის, რამდენით ახანგრძლივებს, აი, ამადასტრო ყველასთვის მაინც კითხვა არის, რომ აი, რამდენად სწრაფად მექნება ლამაზი ღიმილი. ეს არის ხოლმე პირველი, რასაც კითხულობს პაციენტი, რომ აი, რამდენ ხანში დამთავრდება იმპლანტაციის მთელი ეს პროცესი. აი, ამის პასუხი ძალიან რთულია ამაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. მოდი დავიწყოთ ჯერ მარტივი შემთხვევებით, ხო? ანუ იგივე იმპლანტის დიზაინის, გეომეტრიის და ასევე იმპლანტის ზედაპირის დამუშავების, ესე ვთქვათ, დახვეწამ მნიშვნელოვნად შეამცირა ინტეგრაციის პერიოდი. ანუ თუ წლების წინ, ესე ვთქვათ, ოქროს სტანდარტად აღიარებული მეთოდის დროს ითვლებოდა, რომ შეხორცების პერიოდი, ესე ვთქვათ, ინტეგრაციის პერიოდი იყო დაახლოებით 6 თვე საშუალოდ. დღევანდელ დღეს ეს პერიოდი შემცირებულია ხშირ შემთხვევაში 2 კვირამდე, 4 კვირამდე, 6 კვირამდეც კი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს, როდესაც აჩქარებულია ცხოვრების ტემპი, ძალიან მნიშვნელოვანია დრო და გახანგრძლივებული მკურნალობა, რა თქმა უნდა, არავის არ მოწონს არც პაციენტს და არც ექიმს. თუმცა არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც დროში იწელება ეს ყველაფერი. მაგალითად, ანუ ძვლის აუგმენტაციასაც, ანუ ყოველთვის ერთი და იგივე, ვთქვათ, ხარისხით არ არის ეს აუგმენტაცია. ამიტომ შესაბამისად განსხვავებულია ეს მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება ზოგ შემთხვევაში შედარებით ხანმოკლე იყოს, ზოგ შემთხვევაში შედარებით მეტი. ამიტომ მე ვიტყვი, რომ ყველაზე მაქსიმალური, ესე ვთქვათ, ლოდინის პერიოდი, როდესაც ჩვენ გვჭირდება მაგალითად ღია სინუს ლიფტინგი, ანუ ყველაზე რთული, ესე ვთქვათ, ძვლის გადანერგვის ოპერაციები, მაქსიმუმ შესაძლებელია, რომ გაიწელოს 10 თვეზე, ну დაახლოებით ყველაზე დიდი 1 წელზე. კი ბატონო, და ახსენეთ, რომ იმპლანტები მუშაობს 20-25 წელი და განმეორებითი იმპლანტები თუ არის შესაძლებელი და რაიმე რისკებთან ხომ არ არის დაკავშირებული. განმეორებითი იმპლანტაცია, რა თქმა უნდა, რეიმპლანტაცია შესაძლებელია. რაც შეეხება რისკებს, ანუ სხვათა შორის წლების განმავლობაში ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება იყო იმპლანტაციის მიმართ და ძალიან ბევრ ამას მიაწერდნენ მოკლედ აღნიშნულ მეთოდს. თუმცა ეს სკეპტიციზმი თანდათანობით შეიცვალა და ამის მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ნაკლებობა. დღევანდელ დღეს გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ნამდვილად აღარ არის, ამიტომ სანდოობად, ესე ვთქვათ, ნდობა აღნიშნული მეთოდის მიმართ საკმაოდ გაიზარდა და შესაბამისად მოთხოვნაც აღნიშნული პროდუქტის მიმართ. რაც შეეხება რაზე დამოკიდებული ორთოპედიული კონსტრუქციების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, ანუ ბევრი ფაქტორია ამის გამსაზღვრელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის პაციენტის, თქვათ, პირისგრულის ჰიგიენური მდგომარეობა, თანხლები დაავადებები, თანხლები მდგომარეობები. კაკალი და თხილი კბილებით არ უნდა ამტვირთოს. კაკალი და თხილი იმპლანტებით, რა თქმა უნდა, არ უნდა გატეხოს, კი, ნამდვილად.
თუმცა ასევე აი წეგან გამარტივების პროცესს ხსნიდი და აქვე მინდა დავამატო, რომ ანუ ციფრულმა ტექნოლოგიებმა ასევე განაპირობა ის, რომ ძალიან დაიხვეწა ორთოპედიული კონსტრუქციებიც, იმპლანტზე ორთოპედიული კონსტრუქციებიც და ორთოპედიული დეტალებიც. რამაც განაპირობა ის, რომ შემცირდა საჭირო იმპლანტების რაოდენობა. ანუ თუ წლების წინ იმისთვის, რომ გაკეთებულიყო მოუხსნელი კონსტრუქცია, საჭირო იყო 8 და 10 იმპლანტი ყბაზე, დღევანდელ დღეს შესაძლებელია, რომ მოუხსნელი კონსტრუქცია და ესთეტიურად და ფუნქციურად გამართული სამუშაო ჩვენ მივიღოთ გაცილებით უფრო ნაკლები რაოდენობის იმპლანტებით, რაც როგორც ოპერაციის ტრამულობას ამცირებს, ასევე რა თქმა უნდა ფინანსურ მხარესაც, პაციენტის ფინანსურ მხარესაც ზოგავს. რაიმე განსაკუთრებულ მოვლას ხომ არ საჭიროებს? ანუ რუტინულად ყველამ ვიცით პირისღრუს ჰიგიენა, როგორც სტარდება, რა თქმა უნდა, და ამ შემთხვევაში, როცა არის იმპლანტები, ხომ არ გაქვს რაღაც კიდევ სპეციფიური მოვლის წესები ამ თვალსაზრისით? არა, რა თქმა უნდა, ანუ ეს არის ნამდვილად ისეთი ჩვეულებრივი რუტინა პირისღრუს ჰიგიენის, ინდივიდუალური საშუალებებით და 6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდა სტომატოლოგთან. რამე განსაკუთრებულ მოვლას და განსაკუთრებულ, ესე ვთქვათ, მოვლის საშუალებებს დენტალური იმპლანტი არ საჭიროებს. აქვე გითხავთ, თუ შეიძლება ფასებთან დაკავშირებით ვიცი, რომ არსებობს სხვადასხვა ღირებულების და არჩევანი პაციენტზეა დამოკიდებული ცალსახად. ხო არის შედარებით ბიუჯეტური და არსებობს რაღაცა შედარებით უფრო ძვირად ღირებული. ამიტომ არჩევანი დღეს მოსახლეობას აქვს. მე მაინტერესებს საქართველოში არსებობენ პაციენტები, ვისაც ყველა კბილი იმპლანტირებული აქვს მაგალითად. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ესეთი. უბრალოდ ანუ მე წეგანაც ვთქვი, ბევრი იმპლანტის ჩასმა უკვე არ ნიშნავს, რომ უფრო კარგი და უფრო ლამაზი სამუშაო ექნება პაციენტს. თუმცა ტოტალური იმპლანტაციები ძალიან ხშირია და ასე რომ ძალიან ბევრია ესეთი პაციენტი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა კბილი ფიქსირებული აქვს იმპლანტებზე. აი რა ხდება, როდესაც იმპლანტის მიღებას ვერ აკეთებს ჩვენი ორგანიზმი და რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევა? ესეთი შემთხვევები არის ძალიან იშვიათი. რა თქმა უნდა, მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება და ყოველთვის 2/4 არ არის, თუმცა ზუსტად აი თანამედროვე ტექნოლოგიებმა და რა თქმა უნდა, ექიმის პროფესიონალიზმს აქვს ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა. ფაქტიურად 0%-თან არის მიახლოებული არასასურველი შედეგების, ესე ვთქვათ, პროცენტული მაჩვენებელი. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება მიზეზების ჩამოთვლას, რამ შეიძლება განაპირობოს და გამოიწვიოს, ვთქვათ, დეზინტეგრაცია და იმპლანტის არ შეხორცება, ძალიან ბევრია და მე მგონი აღინიშნება დიდად საინტერესო ეს პაციენტისთვის, თუმცა მაყურებლებისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს პროცენტი არის 1-ზე გაცილებით, ან 0-თან მიახლოებული, 1-ზე გაცილებით უფრო დაბლა. რა მაინტერესებს თქვენ გამოცდილება დაგიგროვდათ და გაქვთ კლინიკური ბაზა, სადაც თქვენ მოგმართავენ პაციენტები. სად უნდა მოგმართონ პაციენტებმა, სად მოგძებნონ და რა სთავაზობს თქვენი კლინიკა ზოგადად სტომატოლოგიას, იმპლანტოლოგიის მიმართულებით და კიდევ თუ არის რაიმე დამატებით ფართე სპექტრის მომსახურება ამ სფეროში თქვენთან? ჩვენი კლინიკა ჯერ ძალიან ახალგაზრდა, დაახლოებით წელიწადი და რამოდენიმე თვეა რაც არსებობს. და მთავარი, ესე ვთქვათ, სიმდიდრე ჩვენი კლინიკის არის მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრები, პროფესიონალი ექიმები და ასევე მინდა ვთქვა, რომ კლინიკა აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უახლესი ტექნოლოგიებით. კლინიკაში გვაქვს სრული ციფრული აღჭურვილობა, 3D კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა, რომელიც უახლესია, ყველაზე დიდი ხედვის ველით, მაღალი რეზოლუციის ხარისხით, ანუ ძალიან აქტიურად ვიყენებთ პედიატრიულ სტომატოლოგიაში, გვაქვს სრული რენტგენოლოგიური სპექტრი, ანუ სხიურ კონუსური კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის უპირატესობაც არის ძალიან დაბალი დასხივების დოზა, ცეფალომეტრიული კვლევა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ორთოდონტიაში, ანუ კბილების გასწორების დროს და პანორამული და ვიზიოგრაფიული კვლევის მეთოდები. გვაქვს პირისღრუს სკანერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირისღრუს ზუსტი გამოსახულება მივიღოთ და თავიდან ავიცილოთ ანაბეჭდის აღების ძალიან ისეთი დამთრგუნველი და
არასასიამოვნო პროცედურა. კლინიკა აღჭურვილია მიკროსკოპით, დენტალური მიკროსკოპით და დღევანდელ დღეს ხარისხზე, ესთეტიკაზე და ესე ვთქვათ ესთეტიურ შედეგზე საუბარი გადიდების გარეშე ნამდვილად ზედმეტია, ამიტომ კლინიკაში გვაქვს დაწყებული ისე კარგი რაღაცები ჩამოთვალეთ, გამოსეირნება მოგინდა. ისე რომ შეისეირნეთ და დაათვალეთ, ხოდა სად უნდა შემოისეირნო. კლინიკა მდებარეობს კარკოზიას 4 ნომერში, ეს არის საბურთალოზე ძველი იპოდრომთან. კოტე, რატო გაიღიმე რა კმაყოფილს ხარ შენ? არა, უპროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგიის კლინიკაში წელიწადში ორჯერ სასურველია მისვლა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ, ახალი და ახალი ყოველთვის შეგეთავაზებინოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და როგორც ექიმს კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. მრავალ ახალ წელს დაესწრებით. წარმატებები. დიდი მადლობა.